საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო და მით უმეტეს ბატონებო და ქალბატონებო. როგორც ძველი ზიმბაბველი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი თეოდორ მაოდორი იტყოდა, კვირა ანეკდოტების შოუს დღეა რუსთავი ორზეო. მოდით ნუ გავაწბილებთ თეოდორ მაოდორს და დავიწყოთ ჩვენი მშვენიერი გადაცემა ანეკდოტების შოუ. დიახ, მშვენიერი გადაცემა. დღეს რა თქმა უნდა უჩვეულო, რადგან ისევ მემხვდა წილად ბედნიერება წამეყვანა ეს შოუ და მით უმეტეს ბედნიერება მხვდა იმის გამო, რომ დღეს არაჩვეულებრივი სტუმრები მყავს, არაჩვეულებრივი სქესის წარმომადგენლები არიან ეს ჩვენი სტუმრები, ალბათ მიხვდებით რომელი სქესის არა ბატონო, მამაკაცები არ არიან, არა, მანდილოსები არიან, აი ჩვენი სტუმრებიც ნინო ჯაფარიძე, სალამი ნინიკო, მერი ტიკარაძე და ანა ტიკარაძე. ტუბები არ გეგონოთ, დები არიან, ოღონდ. ნინო ჯაფარიძე, ანა ტიკარაძე და მერი ტიკარაძე. აქედან ერთი პოეტია, ორი კი მომღერალი. რომელია? ნახეთ გადაცემა და პოჭებშიც შეართ. ანა და მერი ტუბები არიან. თლად ვაშლივით არა, მაგრამ გაჭრილი მარწყვივით აშკარად გვანან ერთმანეთს. ნინო პოეტი, უпроსწორად ესა მესა, ნინო გახლავთ პოეტეს. ანა და მერი პოზიტიური გურულები არიან და სრულად აკარწყლებენ გამოთქმას ტრისას გურული ქალი. გადაცემის დროს მოწყენის იმედი არ გქონდეთ. გარანტიას გაძლევთ, რომ გოგონები არ მოგცემენ ამის საშუალებას. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. ნუ გადართავთ სხვა არხს. მერე რომ არ ვისახვედროთ, რატომ არ გითხარით თუ ასეთი კარგი გადაცემა იყო? უჩვეულო კიდევ დღეს ის არის გადაცემაში, რომ ჩვენ ჯერ 2 სტუმარია ხოლმე ძირითადად ყოველთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან ხოლმე და დღეს 5 სტუმარი ვყავს ფაქტიურად. 5 შეხედეთ, 3 მშვენიერი მანდილოსანი და 2 მშვენიერი გიტარა. გიტარა თქვენი არ გეგონოთ, უბრალოდ სახუმარო გიტარასთან ხო წააგავს მანდილოსანს ფორმით რაღაცით და აი ასეთი ბედნიერება მოხდა მე წილად. ახლა რა უნდა ვქნა აღარ მახსოვს, შემახსენოს. მე მახსოვს პატივცემულო. გამახსენდა, დავჯდები, ჯერ დავჯდები. ხოლმე ხო არ შეიძლება დავსხდები. არა, დავჯდები, ჯერ დავჯდები და შემდეგ მოგესალმებით. გესალმებით. ეს მიყოფილა, თქვენ მიყოფილხართ. მე ისა შორს მხედველი ვარ და იქედან გევერ დაგინახეთ კარგად და ახლა მართლა ანა ტიკარაძე და მერი ტიკარაძე და ნინო ჯაფარიძე არ მღოლია. სწორად, მაინც მაყურებელს შევახსენოთ. ნინო, შენ რაჭველი ჯაფარიძე ხარ თუ სვანი ჯაფარიძე? არა, მე იმერელი ჯაფარიძე ვარ, ჭიათურიდან ვარ წარმოშობილი. ჭიათურიდანი? მეცა ჭიათურაშიც არიან ჯაფარიძეები? მეუნე კი, სოფელი ხეია. და ბიჭო გეიგონე რა თქვა. ჭიათურაშიც ყოფილან თურმე ჯაფარიძეები? თქვენ რამდენადაც ვიცი იმერელი ტიკარაძეები ხარ. აპა, გურულები ვართ, შენ ხარ ჩემი ბატონი? გურულები? გაფრინდი. აუ! გასამბობ ვერ გევიგი ახლა. გურულები ხართ? რა მაგარი გურული თქვი ფაქტიურად მეგრულად თქვი გურულ მეგრულად. არა უშავ გურულები და მეგრელები ხო მაინც ძმები არიან. ერთი მაღალში მეორე და ხო, რა მინდა ახლა რომ ვთქვა? ვთქვა, სწორი თუ ვთქვა? რეჟისორო მიგანახე. ხო, რა მინდა რომ ვთქვა? მოდი სანამ გადაცემას დავიწყებდეთ, ანუ ანეკდოტებით რაღაცა ხო არა ამდენი გიტარა რო გვახლავს. ამდენი შეერაღებით რო ხართ, შეერაღებულები რომ ხართ მოსული, ჯერ რაღაცა ხასიათზე ხო არ მოვიყვალოთ, მაყურებელი ჩვენც მოვიდეთ ხასიათზე და მე გავსხოთ. კი ბატონო. როგორც წესი. არის ხუთა უმფროსო. რახან მერლები უმრავლესობა. მეცნო სიმღერა რო აკვეთ პირიქით გალიანაც კარგიანაც. მაშინ გისმენთ აბა. რახან იმერლები გვჭარბობენ, დავიწყოთ იმერულებით.